მოგესალმებით, ჩვენ ვართ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამის სტუდენტები და დღეს ჩვენი სტუმარი არის ერთ-ერთი თეატრალური ოჯახში გაზრდილი და საქართველოში უამრავი ნამუშევარის და პრემიების მფლობელი, მსახიობი და რეჟისორი ელენე მაცხონის შვილი და მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება და ძალიან სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. თქვენთვის რამდენიმე შეკითხვები გვაქვს. მოდით დავიწყოთ მაშინ. კი ბატონო, მოგესალმებით მეც. ჩემ გვარზე არინარულოთ, მეც ვერ ვამბობ ხოლმე ხანდახან სწორად. გისმენთ? მეც მივესალმები და პირველი კითხვით დავიწყებ. როგორ და როდის გაგიჩნდათ სურვილი რომ გახდეთ მსახიობი და რეჟისორი? ზოგადად, თეატრალურ ოჯახში დავიბადე და რაც თავი მახსოვს, ყოველთვის მქონდა თეატრთან შეხება, ჩემი ბაბუებიც, ბებიებიც, მშობლებიც, ყველა თეატრალები იყვნენ და როგორც მიყვებიან, პირველად როცა გამასაინეს, მაშინაც თეატრალურ უნივერსიტეტში წამიყვანეს და რაც ცნობიერება მაქვს და მეხსიერება უკვე, იქიდან მოყოლებული სულ თეატრში ვარ, ამიტომ არც მიფიქრია სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში მასწავლებლობაზეც ძალიან ხშირად მიოცნებია, საბოლოო ჯამში მაინც თეატრში აღმოჩნდი. მადლობა. თქვენი პირველი როლი რა იყო? პირველი როლი იყო წითელ ქუდა დაახლოებით 13 წლის ასაკში დავიწყე მუშაობა და თოჯინურ სპექტაკლში ვთამაშობდი წითელ ქუდას. როცა სცენაზე დგახარ აუდიტორიის წინაშე, როგორი ემოციები და გრძნობები გაქვთ? ემოციები ყოველთვის ამაღელვებელია და შთამბეჭდავი, მაგრამ რაღაცნაირად ცოტა მისტიურ სამყაროში ხვდები ხოლმე და უფრო ნამდვილი ხარ, აი სინამდვილეში ხო რაღაცას თამაშობ გამოგონილ პერსონაჟს ხო, მაგრამ კიდე უფრო ნამდვილი ხვდები რატომღაც სცენაზე, არის რაღაცა ჯადოსნური ამ ყველაფერში. და მე ზოგადად ვთვლი, რომ სცენიდან ადამიანებმა შეიძლება სხვისი სიტყვებით თქვათ შექსპირის, ან გოეთეს, ან შილერის სიტყვებით, მაგრამ აუცილებლად სიმართლე უნდა ელაპარაკონ და სცენიდან ყოველთვის უნდა იბრძოდეს პერსონაჟი. თავისთვის, მეგობრისთვის, სამშობლოსთვის, თუ არ იბრძვის და თავისუფალი არ არის, ეგეთი თეატრის არ მჯერა მე. როდისმე ხომ არ დაგივიწყიათ თქვენი სიტყვები მაგალითად სცენაზე ან თამაშის შუაში და რა გააკეთეთ იმ დროს? სპექტაკლის დროს არ დამიწყებია, ან შეიძლება დამიწყებია, მაგრამ იმდენად სწრაფად გამომძრავლა, რომ საფრანგეთში მქონდა შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან და იქ შუა ლაპარაკის დროს, როცა მეგონა რომ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი უნდა მეთქვა, გავჩერდი და 1-5 წუთი ვერაფერს ვერ ვამბობდი და არ ვიცი ეს იმის ბრალი იყო, რომ იმ პერიოდში რამოდენიმე ენა გვესმოდა თუ არა ემოციების, არ ვიცი, მაგრამ 5 წუთის მერე გავაგრძელე ჩემი სიჩი. შემდეგი შეკითხვა არის, თუ მსახიობი არა, მაშინ რა პროფესიის იქნებოდით? მასწავლებელი ან ექიმი ვიქნებოდი დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ ორივე ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია მგონია ადამიანის განვითარებისთვის და რაც თორე სიცოცხლის შესანარჩუნებლად და მგონია რომ ცუდი მასწავლებელი არ ვიქნებოდი. თქვენი აზრით არის ყველაზე რთული მხარე თქვენი საქმიანობის? ამ ბოდიში ვერ გავიგე შეკითხვა. თქვენი აზრით რა არის ყველაზე რთული მხარე თქვენი საქმიანობის? ჩვენი საქმიანობის რთული მხარე არის ალბათ ყველა სხვა პროფესიისთვის, რაც ჩვენ ქვეყანაშია, ანაზღაურება არის რა თქმა უნდა დაბალი, მაგრამ მე ყოველთვის ვეუბნები ხოლმე ჩემ კოლეგებს, რომ ჩვენ გაგვიმართლა ყოველ შემთხვევაში ცოტას, მაგრამ იმაში გვიხდიან, რაც სიამოვნებას გვანიჭებს, თუმცა სხვა სირთულეებიც აქვს, იმიტომ რომ
აი მაგალითად როცა თქვათ მუშაობ ოპერატორად ან კურიერად, სამშაბათო დღის დასრულების მერე რაღაცნაირად ტვინი ირთვება და შეუძლია რომ სხვა რაღაცაზე განეწყო. სხვა რაღაცით მიიღო სიამოვნება, დამატებით ინფორმაცია და ჩვენი პროფესიის შემთხვევაში 24 საათი ტვინი არის დაკავებული იმითი, რა დროსაც რაზეც იმ პერიოდში მუშაობ მაგალითად. ანუ რასაც არ უნდა აკეთებდეს, ადგილს აკეთებ, თუ სახლს ალაგებ, თუ ფილმს უყურებ, მაინც შენ პერსონაჟზე და როლზე ფიქრობ იმ პერიოდში და რაღაცნაირად არ გაძლევს არც დასვენების საშუალებას და არც მოსვენებას. ეს არის ალბათ რთული. ერთი კითხვა მაქვს ჩემი კიდევ, თქვენი აზრით როგორია კარგი იდეალური მსახიობი? დიახ, როგორი უნდა იყოს იდეალური მსახიობი? იდეალური? ნახეთ, მე სულ მეცნობა ხოლმე, რომ საქართველოში არსებობს ესეთი ფრაზა, ალბათ მე მგონი მარტო საქართველოში არსებობს, ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი. ჩვენ მოვიგონეთ, თქოს ვიძახი, ამ ქვეყანაში მოვიგონეთ ეგ სიტყვა, რომ ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი და მე ესე არ ვფიქრობ, იმიტომ რომ ნიჭი არ მგონია მარტო მონაცემები, რომ კარგად მღერის ან კარგად თამაშობს. ნიჭი ნებისმიერ პროფესიაში მგონია შრომის მოყვარეობა, რა დროს უთმობ შენ საყვარელ საქმეს, არ აქვს მნიშვნელობა ეს პროფესია იქნება ჰობი, რამდენად გიყვარს და რამდენს აკეთებ საკუთარი თავის განვითარებისთვის და ზრდისთვის. აი ეს მგონია უფრო ნიჭი, ვიდრე მონაცემები და იდეალური ამიტომ ნებისმიერ პროფესიაში, არა მარტო მსახიობობაში და რეჟისურაში, მგონია ადამიანი, რომელიც ყოველთვის მუშაობს თავის თავზე და თავის განვითარებაზე. იმიტომ რომ აი სპორტსმენები მომყავს ხოლმე ხშირად, მაგალითად, ფეხბურთელმა ან მოკრივემ რო არ ივარჯიშოს, თქვათ 3 თვე, ხო, მოდუნდება და ვეღარ იქნება ფორმაში, ხო, აღარ დაუძახებენ ნაკრებში, ბუნებრივია და ესე უნდა იყოს ნებისმიერ პროფესიაშიც, რომ კი, ვისწავლე, დიპლომი ავიღე, ატესტატი მაქვს, მაგრამ ყოველდღიურად თუ არ ვიმუშავეთ ჩვენ თავზე, არ აქვს მნიშვნელობა, არ ვიწახე რომ ყოველდღე დისერტაცია წეროთ, მაგრამ წიგნი წავიკითხე, ფილმს უყურე, ადამიანებს დავაკვირდი, ახალი ადამიანები გავიცანი, ანუ რაღაცნაირად ყველაფერი რაც ჩვენ გვეხმარება ზრდაში და განვითარებაში, მგონია რომ ეს უნდა იყოს ყოველდღიური და ალბათ ესეთი ადამიანი მგონია იდეალური ნებისმიერი პროფესიისთვის. გასაგებია. რამდენი მოვაპარაკე. კიდევ რა რეკომენდაციებს გაძლევდით ახალგაზრდებს? საკუთარი თავის პოვნას უსურვებ ყველას, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ 16 წლის ჩავაბარე ინსტიტუტში და 20 წლის უკვე პროფესია მქონდა, საკუთარი თავის პოვნა რა მინდოდა, როგორ გამეკეთებინა და როდის გამეკეთებინა, ამის შესაძლებლობა მხოლოდ მომეცა 35 წლის ასაკში. რეკომენდაციას გავცემდი, რომ იპოვეთ საკუთარი თავი, არ შეგეშინდეთ თავგადასავლების, იმიტომ რომ თავგადასავალი ძალიან კარგი რამეა და ემოციების გარდა დიდ გამოცდილებას გვიტოვებს და თვითგანვითარება არ შეწყვეტოთ არასდროს. და რაც თორე შეეცადეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სიამოვნება მიიღოთ ამით, იმიტომ რომ მე არ მჯერა, როცა ადამიანები რაღაცით იტანჯებიან, თუნდაც სწავლით, თუნდაც ვარჯიშით, არის სულ ერთია. ის რაც ტანჯვას გვაყენებს, არ მგონია, რომ შედეგიანი იყოს ჩვენთვის. სიამოვნების მიღებას გისურვებთ საკუთარი პროფესიით და ცხოვრებით. გასაგებია. მადლობა დიდი. მადლობა დიდი. მადლობა ბედნიერად და წარმატება.